წყლის დასხმა. ამ ისეთი ვარიანტია. ერთ-ერთი ნაცადი რომ ცდილობენ წყლის დასხმით გააშველონ. ეს რამდენად მუშაა? ეს როგორ იყო, იცით, ადრე იყო ეს ქუჩის ძაღლები ჩხუბობდნენ, მიასხავდნენ წყალს ხოლმე და გარბოდნენ ძაღლები და ეშინოდათ. ეხლა ისი განვითარდა, ძაღლების განვითარდნენ, რომ არ ეშინიათ, არ წყლის ეშინიათ, არ წყვილის არ ეშინიათ, ნუ არაფერს არ შვილის ეს. მით უმეტეს აი ჯიშებს, რომლებიც მით უმეტეს ცოტა ბაიცოვსკის რო ეძახიან ან მოჩხუბარ ძავს, იმას საერთოდ არ შველის. ეს კი არა ყო ქუჩის ძაღლებს რო ჩხუბობენ, იმასაც რო ასხავენ წყალს, იმათაც არ ეშინიათ. და აი რაღაცას რო ახსენებდით ამ ბარძაკთან ხო არის, კი ბატონო, არის ეგეთი ანუ როგორ იტყვიან, მტკივნეული ადგილები ძაღლს უკანა ბარძაკთან როცა მოკაჩავ ძაღლს ტკივა და მაგას ინსტინქტურად ძაღლს უშვებს ან რაღაცას უშვებს და უნდა მოგიბრუნდეს. მიხვდით? და ამას უშვებს იმ მომენტში. მაგრამ ყველა ძაღლზე არ მუშაობს ეს. თუ ძაღლი ეფექტშია და გაგიჟებულია, ეს არ შველის. ანუ ეს 100% და შეიძლება 10% უშველოს. არის კიდე, ნუ ესეთი ძველი მეთოდია, ანუ ყვერებზე კიდევენ ძაღლს. და კაჩავე თუ მამალია, ხა იტყვიან თუ დედალია, ორად მოკვიდოთო. მაგრამ თუ მამალია, ანუ ეს მომენტი შველის. მამალი უშვებს და ბრუნდება. მაგრამ ყველაზე ნაღდი და ყველაზე აი გამოცდილი მეც გამომიცდია მასე როცა ჩემოწაფის ძაღლს დაეტაკა კავკასიური და აღჩობდა შეიძლება ითქვას პავოდოკით ვაღჩობდი იმ ძაღლს და რო ხრიალი დაეწყო გაუშვა რომ გადავარჩინე ჩემი მოწაფე ანუ 7 თვის ავჩარკა იყო როცა იხჩობა ძაღლი ხო და როცა უშვებს იმას თავი არ აქვს უცებ მობრუნდეს და დაგეტაკოს ეს 1-2-3 წუთი კიდე ეგდო ეს ძაღლი